საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. ვიქტორ პონტამ უკვე გამართა პირველი ოფიციალური შეხვედრა. მთავრობის კანცელარიაში ის ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. რუმინეთის მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას. თეონა ცხომელიძე აშუქებს რუმინეთის პრემიერის ვიზიტს. თეონა, რა განცხადებები გაკეთდა ვიზიტის მსვლელობისას? რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, იქამდე კი შეხვედრა გაიმართა უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის კანცელარიაში, რის შემდეგაც უკვე დაიწყო პირისპირ და გაფართოებული მოლაპარაკებები ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. ამის შემდეგ უკვე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები მედიისათვის. რაც შეეხება განცხადებებს, დღეს ორივე პრემიერ-მინისტრი განმარტავდა, რომ დაიგეგმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით და ამ მიმართულებით სხვადასხვა კომისიები იმუშავებენ იმისათვის, რომ მოხდეს გარკვეული შეჯერება კონკრეტულ პროექტებზე ეკონომიკის მიმართულებით. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო დროს არსებული მდგომარეობა და რეგიონში შექმნილი სიტუაცია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცების საკითხს და ამ კონტექსტში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ თემატიკას. შეხვედრაზე ასევე მივიხილეთ ორმხრივი და მრავალმხრივი აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. აქვე განსაკუთრებულ ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და გულთბილი დახვედრისთვის. პირველ რიგში გისურვებთ წარმატებას. თავს გრძნობ ბებერ პრემიერ-მინისტრად, რადგან თქვენ ჩემზე 10 წლით უმცროსი ხართ. მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ვილნიუსის სამიძე მიღებული გადაწყვეტილებისა და თქვენი არჩევანის მიმართ იყოთ ევროპის ნაწილი. ვფიქრობ, რომ საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ ხალხმა იგრძნოს მათთან თანამშრომლობა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ისტორია ერთმანეთს გავს და ვიცით რას ნიშნავს იყო მარტო. იყო ბევრი კრიზისი და ბოლო უკრაინა და არც ეს იქნება უკანასკნელი. ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს ყველა სფეროში გარდა ერთისა, ეს არის რაგბი. ხვალ ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი იქნება, სადაც მე მხარს საქართველოს არ დავუჭერ. ყველა სხვა სფეროში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ივლისში თბილისში გაიმართება რუმინეთსა და საქართველოს საერთო ეკონომიკური კომისიის სხდომა, სადაც სწორედ საუბარი იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე. არ არის გამორიცხული, რომ საუბარი დაიწყოს რუმინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ურთიერთობაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის საზღვაო მიმოსვლის გამარტივებაზე. ამ საკითხებზე იმსჯელებს კომისია, რომლის პარალელურად ასევე ივლისშივე თბილისში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, სადაც რუმინეთიდან ბიზნესმენები ჩამოვლენ. არის ძალიან საინტერესო სატრანსპორტო თანამშრომლობა. ასევე შევთანხმდით, რომ ივლისის თვეში ჩატარდება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა საქართველოში. 2002 წლის შემდეგ რუმინეთთან არ ჩატარებულა რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და ამ ზაფხულს ჩატარდება და ამ სხდომასთან ერთად იქნება ერთობლივი ბიზნეს ფორუმიც და რუმინელი ბიზნესმენები ჩამოვლენ ქართულ ბიზნესმენებთან შესახვედრად. განვიხილეთ ეკონომიკური საკითხები და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ფორუმი, რომელიც საქართველოში გაიმართება. ვფიქრობ თანამშრომლობას ტურიზმის და ენერგეტიკის მიმართულებით. ვიქტორ პონტასთან შეხვედრა უკვე გამართა ასევე საქართველოს პრეზიდენტმაც გიორგი მარგველაშვილთან. საუბრის თემა ასევე იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით. ქართული მხრიდან ამ შეხვედრას ესწრებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის მრჩევლები. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კულტურული, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები. ჩვენ ვისაუბრებთ ამ კავშირების გაღრმავებასა და შემდგომ განვითარებაზე. ბუნებრივია, აქვე წარმოიჭრება საკითხები, რომლებიც შეეხება ასოციაციების ხელშეკრულების ხელმოწერას და შემდგომ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ასოციაციების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დგება პერიოდი ამ ხელშეკრულების რატიფიკაციებისა პარლამენტებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში და ამ პროცესის დაჩქარებაც უკვე ჩვენი დღევანდელი სამუშაო დღის წესრიგის საქმეა. დღესვე რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიქტორ პონტა რჩება თბილისში და შეხვედრებს გააგრძელებს ხვალაც. დიდი მადლობა თეონა ცხომელიძე გვერდებოდა პრეზიდენტის აულაბრის რეზიდენციიდან.